ახალი ანგარიში აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად მდგრადი შეიძლება იყოს მომავალში ისრაელთან ნორმალიზაციის შეთანხმებები. ისრაელის სამხედროების მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით, ერთი არაბული ქვეყანა მეორეს ურჩევდა. ჯერ ისრაელთან ხელშეკრულება გაეფორმებინა და შემდეგ თუ რეგიონული ბალანსი შეიცვლებოდა, ომი დაეწყო ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ორივე ქვეყნის სახელები გასაიდუმლოებულია. თუმცა ეს ინფორმაცია ვრცელდება იმ დროს, როცა საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი ახალ თავდაცვის ალიანსს ქმნიან, ხოლო ეგვიპტეც, როგორც ამბობენ, გაწევრიანებას განიხილავს. ყველა მათგანი ცვლის რეგიონულ გარემოს ისრაელის გარშემო. სტუდიაში დაბრუნებისას არიელ, რა დამატებითი დეტალები ვიცით იმასთან დაკავშირებით, რაც გამოქვეყნებისთვის დამტკიცდა და როგორია ისრაელის პოზიცია, როგორ აღიქვამენ ისინი ამ გავრცელებულ ინფორმაციას. დიახ, ნიკოლ, ბევრი არაფრის დამატება შეიძლება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა, რომელსაც ეს რჩევა მიეცა, ის რომელიც ბოლო წლებში ისრაელთან ნორმალიზაციაზე საუბრობდა. სამწუხაროდ ამაზე მეტის თქმა არ შეგვიძლია. მაგრამ ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვან და რეალურ შეშფოთებას უსვამს ხაზს, რაც ისრაელს აქვს მაშინ, როცა მშვიდობის წრის გაფართოების იდეაზეა საუბარი. ცხადი ისრაელს სურს მშვიდობა კონდეს ყველა მეზობელთან, მეზობლების მეზობლებთან, მესამე წრესთანაც კი. ეს ისრაელის მიზანია. მაგრამ ისრაელი ძალიან ფხიზლადაც უყურებს ყველაფერს, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის მოვლენების შემდეგ, რაც აჩვენებს, რომ ეს საკმარისი არ არის, რომ ქვეყანას ვერ შეაფასებ მხოლოდ განზრახვებით ან აღქმული განზრახვებით, არამედ ქმედებებითაც. ასე რომ ფიქრობ, ეს ისრაელის მხრიდან სიგნალია, რომ მას აქვს ლეგიტიმური შეშფოთებები, როდესაც საქმე ეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ან თუნდაც უსაფრთხოების მოლაპარაკებებში მონაწილეობას. საერთოდ მის რეგიონში მდებარე ნებისმიერ სხვა ქვეყანასთანაც. ამიტომ ეს არის ის, რაც ყველა ჩართული მხარისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული. იქნება ეს შუამავლები თუ გადაწყვეტილების მიმღები პირები ისრაელში. ეს ძალიან საფუძვლიანი არგუმენტი ან შეშფოთებაა, რაც ისრაელს აქვს, როდესაც ცდილობს გააფართოოს და გაზარდოს მშვიდობის წრე. რომ შეიძლება მეორე მხარეს იყოს ვინმე, ვინც ეწევა იმას, რასაც ტაქიას უწოდებენ. ანუ ცდილობს მოათხუოს მტერი, სანამ თავად ხელახლა შეიკრიბება, აღიდგეს ძალებს და არმიას შექმნის და შემდეგ წლების შემდეგ შეუტიოს მათ. ამიტომ იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, ისრაელმა ძალიან ფრთხილად და სიფრთხილით უნდა იმოქმედოს. და ყველა მისი პარტნიორი, ვინც ცდილობს დაარწმუნოს ის, სხვა ქვეყნებთან მშვიდობის ან უსაფრთხოების მოლაპარაკებები აწარმოოს, ძალიან კარგად უნდა აცნობიერებდეს ამ ფაქტს. კარგი, Ruth, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ხედვა გაქვს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მუშაობდი აბრაამის შეთანხმებების საპარლამენტო კავკუსში, შენ უკვე მონაწილეობდი ამ დისკუსიებში მანამდეც კი, სანამ აბრაამის შეთანხმებები ძალაში შევიდოდა. ეს მაშინ წამოიჭრა როგორც იდეა. თუ ეს უფრო ახალი, უსაფრთხოების იდეაა, ახლო აღმოსავლეთ ჩილეთში არსებული ცვლილებების გამო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უსაფრთხოების კონცეფციაზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ რელიგიურ კონცეფციაზე ვსაუბრობთ და მისი წყაროები ყურანშია. ფაქტობრივად ის ეფუძნება წინასწარმეტყველ მუჰამედს და მის მიერ დადებულ შეთანხმებას. ეს შეთანხმება ხუდაიბიის სახელით იყო ცნობილი. და მან შეთანხმება დადო იმ დროს არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ებრაელებთან, რადგან ისინი მის ხალხზე ძლიერები იყვნენ. და ვერ შეძლო მათი დაყოლიება, რომ ისლამზე მოექცია და მუსლიმები გამხდარიყვნენ. ამიტომ მან 10 წლიანი, 10 წლის შეთანხმება დადო, თუმცა მან დაარღვია ეს შეთანხმება მას შემდეგ, რაც 2 წლის შემდეგ თავისი ძალები გააერთიანა და გააძლიერა. და ხაიბარში აღწერილია ძალიან დიდი ჟლეტა, კაცების, ქალების სექსუალურ მონებად წაყვანა, ბავშვების და ასე შემდეგ. და ეს ხაიბარი ხშირად იხსენიება ბევრ განცხადებასა და შეკრებაზე, რომლებიც ზოგჯერ პრო-პალესტინურია, ანტი-ისრაელური და ასე შემდეგ მთელ მსოფლიოში. ისლამისტების და სხვების მიერ. ზოგიერთმა შეიძლება არც კი იცოდეს, რას ნიშნავს ეს, მაგრამ სწორედ ამას გულისხმობს. ამიტომ ეს კონცეფცია არსებობს უკვე მრავალი წელია, 1400 წლისა. ნებისმიერ ქვეყანას უნდა გაითვალისწინოს ეს. ამჟამინდელ მტერთან შეთანხმების გაფორმებამ შეიძლება სრული ნორმალიზაცია და ნაყოფიერი მშვიდობა მოიტანოს. რასაც მშვიდობიანი ურთიერთობები ეწოდება, ან შესაძლოა ომისთვის ძალების გადაჯგუფება.
და ეს არის ნამდვილი რეალპოლიტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ განსაკუთრებით ისეთ მეზობლობაში, როგორშიც ისრაელი იმყოფება. უნდა ვთქვა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ბაჰრეინთან და მაროკოსთან შეთანხმებები ასეთი ხასიათის არ არის. ან ყოველ შემთხვევაში ბოლო წლებში ასე არ ყოფილა შეფასებული. პირიქით, ისინი გამოირჩევიან ხედვითა და ლიდერობით. და საკმაოდ გამორჩეული ჟესტია როგორც ისრაელის, ასევე ამ ქვეყნების მხრიდან. რაც შეეხება ურთიერთგაცვლას, უსაფრთხოების, გეოსტრატეგიის, ეკონომიკის და სხვა მიმართულებებით, მაგრამ ასე ყოველთვის არ არის. და არსებობს ეს კონცეფცია, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული რელიგიაში, შეიძლება პოლიტიკურად კორექტული არ არის, შეიძლება სასიამოვნოდ არ ჟღერს, მაგრამ ეს რეალურად არსებული და ჭეშმარიტი კონცეფციაა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, რა სახის უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს მიღებული, თუ ისრაელი აპირებს აბრაამის შეთანხმებების გაფართოებას, ან მომავალში სხვადასხვა შეთანხმებებისა და პარტნიორობის დამყარებას მეზობელ ქვეყნებთან. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეგვიპტესთან უკვე 40 წელზე მეტია არსებობს შეთანხმებები, ეს არის სტრატეგიული ალიანსი, რომელსაც მე ამას ომის არარსებობას ვუწოდებ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და არსებითია. ნორმალიზაცია არ არსებობს. არც ერთი სტანდარტით არ არის თბილი მშვიდობა. ეგვიპტეში არსებობს უზარმაზარი პროპაგანდა და წაქეზება. 120 მილიონი ეგვიპტელი ძალიან ძლიერად არის წაქეზებული და გაჟღენთილი ისრაელის წინააღმდეგ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ომი არ არის. და ეს თავისთავად მნიშვნელოვანია. თუმცა ისრაელმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, მუდამ ფხიზლად უნდა იყოს, მას ძლიერი უნდა დარჩეს და რა თქმა უნდა, ხელი ყოველთვის უნდა იყოს გაწოდილი უფრო თბილი ურთიერთობებისკენ, მაგრამ ამავდროულად თვალები უნდა ქონდეს გახელილი და ფრთხილად იყო, რადგან ასეა საჭირო. აქ ჩვენ საუბრობთ ბევრად უფრო ძლიერ მისწრაფებაზე, გადაჯგუფებისკენ. მოჩვენებითი თითქოს და ურთიერთგაგებისა და შესაძლოა ისრაელზე თავდასხმისაც კი, მას შემდეგ რაც თითქოს მას სლალომში შეიტყუებენ და ეს უფრო რთულია. ხო. ახალი კონცეფცია, როგორც დარწმუნებული ვარ, შენც აღნიშნავ. ამასობაში მინდა ჩვენი ყურადღება გადავიტანოთ ღაზადან მიღებულ ახალ ამბებზე, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ, რომელმაც საჯაროდ უარყო აშშ-ს მხარდაჭერილი 15 პუნქტიანი განიარაღების გეგმა, დამტკიცებით, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები არ გაიყვანენ ჯარს, სანამ ჰამასი სრულად არ განიარაღდება. უარყო ჩარჩო, რომელიც განიარაღებას ისრაელის ეტაპობრივ გაყვანას დაუკავშირებდა, მაგრამ მშვიდობის საბჭოს მაღალი წარმომადგენელი ნიკოლაი მლადენოვი ამბობს, რომ პროცესის სექტორების მიხედვით ეტაპობრივად წარიმართება თითოეული ეტაპის სრულად მოწმდება და არანდობაზე დაფუძნებით. ესე რომ არიელ ნეთანიაჰუ, რომელიც შესაძლოა საჯაროდ უარყოფდეს გეგმას, მაგრამ მლადენოვი ცდილობს დაარწმუნოს ისრაელის საზოგადოება როგორც ჩანს, რომ ორივე მხარე თითქმის ერთ პოზიციაზეა. ეს არის ის, რასაც ეხლა ვხედავთ. სხვადასხვა საჯარო განცხადებები, ხოლო კულისებში ზავისა და გეგმის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დიახ, ნახე ნიკოლ, ამ გეგმას ბევრი გაურკვევლობა ახლავს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ საარჩევნო სეზონია და აქაც და იქაც სხვადასხვა манипуляციებია. ეს აუცილებლად მოხდება. მაგრამ თუ კონკრეტულად იმას დავაკვირდებით, რაც მლადენოვმა თქვა არხ 12-თან ინტერვიუში, მან აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა შეთანხმებაა მშვიდობის საბჭოს, შეერთებულ შტატებს და ჰამასს შორის. ისრაელი ამაში მხარე არ არის. ეს უფრო განზრახვის განცხადებაა. ეხლა როცა პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ის უარყოფს ამ სამოქმედო გეგმას, რა წერია სამოქმედო გეგმაში? სამოქმედო გეგმის ტექსტი საკმაოდ ბუნდოვანია და ვფიქრობ ეს განზრახ გაკეთებულია, რადგან მისი მიზანი იყო ჰამასის შეთანხმებაში ჩართვა 10 თვის განმავლობაში, როცა ისინი ამას უარობდნენ. და რას ამბობს სამოქმედო გეგმის ტექსტი? მასში წერია, რომ ჰამასის განიარაღება დაკავშირებული იქნება ისრაელის გასვლასთან ღაზას სექტორიდან. არაფერია ნათქვამი მოვლენების თანმიმდევრობაზე, რაც ძალიან ბუნდოვანს ტოვებს ყველაფერს და ამის საშუალება მისცა ჰამას, ეთქვა, რომ ორივე პროცესი პარალელურად მოხდება და შემდეგ მშვიდობის საბჭომ განმარტება გააკეთა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განცხადებამდე კიდევაც. განაცხადა, რომ სხვადასხვა ცნობების მიუხედავად არსებობს ძალიან მკაფიო თანმიმდევრობა. ჰამასის სრული დადასტურებული განიარაღება და შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალების ეტაპობრივი გამოყვანა. ახლა ამ უკანასკნელ განცხადებას მე არ მომისმენია, რომ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ამაზე უარი განეცხადებინოს. ის ამბობს, რომ უარს აცხადებს საგზაო რუკის ტექსტზე, რომელიც მოგვიანებით დააზუსტა მშვიდობის საბჭომ და ისრაელი საერთოდ არ არის ამ საგზაო რუკის მხარე. ამიტომ ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, რაც აქ მთავარია არსში. არსში კი ის არის, რომ მშვიდობის საბჭო ამბობს და მისი მაღალი წარმომადგენელიც ყველა ეტაპზე და ყველა პლატფორმაზე, რომ
ისრაელს არ მოსთხოვენ ღაზას სექტორიდან გასვლას, მანამ სანამ ჰამასის სრული და დადასტურებული განიარაღება არ მოხდება. თუ ეს არ მოხდება, მაშინ შეთანხმება აღარ იქნება და მაშინ ისრაელს აღარ მოუწევს გასვლა. თუმცა იყო ერთი რამ, რაც ამ ინტერვიუში მლადენოვთან ჩემი ყურადღება მიიპყრო. ძალიან მარტივია რაოდენობრივად განსაზღვრო, ან იცით, ჰამასის იარაღის გაუნებელყოფის პროცესი წამოიწყო, როცა საუბარია RPG-ებზე, კალაშნიკოვებზე, მაგრამ როცა საქმე გვირაბებს ეხება, მლადენოვმა თქვა, რომ ამას 10 წელი დასჭირდება. ეს ჰამასის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაუნებელყოფის ნაწილია და მერე რა, ისრაელს მომდევნო 10 წლის განმავლობაში არ მოუწევს გასვლა. ამ კითხვაზე პასუხი არ იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რას წარადგენს მშვიდობის საბჭო, რაც ემთხვევა იმას, რასაც პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ თავადვე აკრიტიკებს ამ საგზაო გეგმას.